გამარჯობა მეგობრებო, მოდი გაჩვენებთ ღობეზე ფორმირებული, ანუ ერთ სიბრტყეში ფორმირებული ჯუჯა ვაშლი, როგორ ისხამს. აი ასეთ მდგომარეობაშია, ცოტა დატვირთვა მეტი მოუვიდა. არანაირი წამალი ამას არ ქონია. არის 3 წლის ხიარი რა. ხო და ასხია რა, ეხა იმასთან შედარებით თუ რა ფართობი უჭირავს და რამდენი წლის არის, საკმაოზე მეტი ასხია. ნელ-ნელა ესე ვახვევ ხოლმე ამას, რომ მე არ დამჭირდეს აკვრა, აი ნახეთ, ესე ვახვევ, მე წავაჭრი თავის ფორმირებას გავუკეთებ, ეხა აი აქ მინდა ერთი ტოტი და მე ბოლო რიგს რო გავუკეთებ, იქაც კიდე ტოტი რო აი ხელაწეული მივწვდე კარგად რა. აქ მაკლია ერთი ტოტი და რო გავსხალი მეგონა რომ კარგად ამოიყრიდა აქ რაიმე კარგ ტოტს და არაფერი არ წამოვიდა, ასე რომ საიდანმე ავიღებ ან ზემოდან ჩამოვიყვან ტოტს აი ამ ქვედა მავთულისთვის. აი ასე გამოიყურება. ნავი 1 4 5 6 7 8 20-მდე ნაყოფი. ასხია კარგი ხარისხის. ეხა ვიღაც დაიწყებს იქ რა არის ეს დამწრობა აქო ის აქო. ჭი არ ყავს, არაფერი არ ყავს, ნორმალურად არის. ხო და ესე გამოიყურება. ადგილს ფაქტურად არ იყავებს, ესე ღობეზი არის. გაყოლილი სულ ღობიდან არის 40 სანტიმეტრი, სულ არც კი. ხო. არც პამიდორებს მიჩრდილავს და არც არაფერს. აი აქვე არის პამიდორები. ეს ჩემი გიგანტი. ხო, ასე რომ ასეთი ფორმირება ვისაც გინდათ და ასეთი ღობეზე გაკრული, ასე რომ ვთქვათ, ხეხილი ვისაც გინდათ, მე მოვიცლი ალბათ გეგმარებებისთვის, ბევრი ადამიანი მწერს და მე ყველას უარი ვუთხარი ჯერჯერობით და ეხა სავარაუდოდ უკვე სექტემბრიდან მექნება დრო იმისთვის, რომ ვისაც სურვილი ექნება, გავაკეთოთ ნაკვეთის გეგმარება, ბოსნის გეგმარება და მე მთელი წელი ვარ ხოლმე ამ ადამიანებთან მე კავშირზე და ვიძლევი კონსულტაციას თუ რას როგორ მოუვაროთ რა. ხო და მომწერეთ, დავიწყებ ალბათ ჩაწერებს ადამიანებს რიგში და გავაკეთოთ ასეთი რაღაცები თუ გინდათ. არა მარტო ესენი, ბევრი რაღაცები რა. აბა წარმატებები უბრალოდ მინდა და მეჩვენებინა, როგორი არის მსხმოიარე მდგომარეობაში.